თეატრებში მარკეტინგისა და აუდიტორიის განვითარების მიზნით აჭარაში მარკეტინგის სფეროში მომუშავე ბრიტანელი ექსპერტები იმყოფებიან. 4 სპეციალისტი აჭარის სახელმწიფო თეატრებში აუდიტორიის მოზიდვის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე იმუშავებს. ექსპერტები საქართველოში ივნისის 3 კვირით ჩამოვლენ და მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვის საკითხებს უშუალოდ თეატრებში განიხილავენ. ისინი რეკომენდაციებს მოამზადებენ ექსპერტები დილით განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს შეხვდნენ. ამჟამად კი ხულოს თეატრში იმყოფებიან, სადაც სპექტაკლის ჩვენებას დაესწრნენ. თანამედროვე საშემსრულებლო ხელოვნების მთავარი გამოწვევა, როგორც აჭარის რეგიონში, ასევე სრულიად საქართველოში, გახლავთ ნაკლები ურთიერთობა აუდიტორიასთან და ზოგადად აუდიტორიის ნაკლებობით გამოწვეული პროცესები, რომელიც შესაბამისად ნეგატიურად აისახება ხოლმე შემოქმედებით პროცესების მიმდინარეობაზეც. და ამიტომ სამინისტროს მთავარი მიზანი არის სწორედ უცხოური ექსპერტების დახმარებით ხარი დაუჭიროთ და ხელი შეუწყოთ თეატრების მარკეტინგულ განვითარებას, რომელიც თავის თავში მოიაზრებს აუდიტორიის მოზიდვის სტრატეგიის შემუშავებას. ეს არის სტრატეგიული პარტნიორობა აჭარის კულტურის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს შორის. პროექტის მიზანია ბრიტანული გამოცდილების გაზიარება მარკეტინგისა და აუდიტორიის განვითარების საკითხებში. სპეციალისტები თავიანთ ცოდნას თეატრის წარმომადგენლებს გაუზიარებენ და დაეხმარებიან მაყურებელთა მოზიდვის კუთხით. კონსულტანტები 3 კვირის განმავლობაში იმუშავებენ თითოეულ თეატრთან აჭარაში, ხულოს თეატრის ჩათვლით და თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ ადგილობრივ თეატრებს, თეატრის მენეჯმენტის და მარკეტინგის გუნდს იმის შესახებ, როგორ შეიძლება მაქსიმალურად გაუმჯობესდეს აუდიტორიასთან, მაყურებელთან მუშაობის საკითხები.